სალამი, მოგესალმებით, ვაგზელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. როგორც გითხარით, ეს პანდემიის დროს ხდება 2020 წლის 3 მაისს და ბუნებრივია კითხვებიც უკავშირდება სიკვდილს, გარდაცვალებას, შიშებს. ერთ-ერთი არის წერია თუ რა ბიბლიაში რამე კრემაციის შესახებ. ძალიან ბევრი ადამიანი ახოხცებული მაშინ გარდაიცვალა და ბუნებრივია აინტერესებდა და მეც მაინტერესებდა სხვათა შორის ეს კითხვა. ამაზე გაცემულია პასუხი, მაგრამ კიდევ ერთხელ არ გვაწყენს გამეორება, იმიტომ რომ ვორენ ვირსბი მაგალითად ხო იზიარებს უფრო დამარხულობას და წარმართობასთან აიგივებს კრემაციას. ჯონ მაკარტური ამას კატეგორიულად არ იმაშება. ასევე ძალიან ბევრი პროტესტანტები ჩვეულებრივად უყურებენ კრემაციას. ასე რომ ძალიან საინტერესო ამიტომ მოსმენა კრემაციის შესახებ. წერია თუ რა ბიბლიაში რამე კრემაციის შესახებ. და ძალიან კარგად იწევს ჯონ მაკარტუს თავისი იუმორი იმაშება. პოლი და ჯერარდი სვამენ ამ კითხვას. წერია თუ რა ბიბლიაში რამე კრემაციის შესახებ. და ჯონ მაკარტური პასუხობს, ბიბლიაში კრემაციის შესახებ მხოლოდ ის წერია, რომ ეს მთელ მსოფლიოს დაემართება. მთელი სამყარო ცეცხლში დაიწვება. ეს არის საბოლოო კრემაცია, სანამ ჩვენი უფალი ახალცასა და ახალმიწას შექმნის. პეტრემ ესე აღწერა, სტიქიები მხურვალე დადნებიან. რაც მოხდება არის ის, რომ სამყაროს ატომური სტრუქტურული კავშირები დაირღვევა, რომლებიც წაშლის ყველაფერს, რაც კი ჩვენ ვიცით, ხილული. ეს იქნება მთელი სამყაროს საბოლოო კრემაცია. მაგრამ ამისგან თავის დასაღწევად მოდით ცოტა უფრო პრაქტიკულები ვიყოთ. ბიბლია არაფერს ამბობს კრემაციაზე, როგორც ასეთზე. ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არის დაშვებული, ან რა არის დაუშვებელი. ბევრი ადამიანი დაიღუპა გახსოვთ ხანძრის შედეგად. გამიგია რომ ამბობდნენ ადამიანები, იცი, მე არ მინდა კრემაცია, რადგან საფლავიდან უნდა ავდგე. ამიტომ არ მინდა რომ ჩემი სხეული სადღაც დაიწვას, არამედ მე მინდა რომ საფლავში იყოს. არ ამგონია რომ ეს ძალიან გონივრული აზრი იყოს. არიან ადამიანები, რომლებიც 1000 წლის განმავლობაში კუტრები იყვნენ და იქ მხოლოდ მტვერი დარჩება. არიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ და ცხოველებმა შეჭამეს. არიან ადამიანები, რომლებიც ოკეანის ფსკერზე არიან და დიდი ხნის წინ გაუჩინარდნენ. არიან ადამიანები, რომლებიც ცეცხლში დაიწვა. უფალს არ ექნება პრობლემა ახალი აღდგომის სხეულების შექმნასთან დაკავშირებით მათთვის, ვინც მას ეკუთვნის. სინამდვილეში დიდი თეთრი ტახტი, გახსოვთ დიდი განკითხვა, გახსოვთ დედამიწა თავის კუტრებს იმას იზავს, გამოუშვებს, დათმობს, ზღვაც დათმობს თავის კუტრებს, ესენი არიან ურწმუნო კუტრები, რომლებიც ურწმუნო ადამიანებს მკვდარი ადამიანები, რომლებიც ღვთის წინაშე წარსდგებიან დიდი თეთრი ტახტის სამჯარო წინაშე და მარადიულ ჯოჯოხეთში გაიგზავნებიან. ისინი სხეულებრივად აღდგებიან, წარმოიდგინეთ. ასე რომ აღდგომა თუნდაც უსამართლოებისთვის, ხო, ბოროტებისთვის, არ მოითხოვს სხეულის შენარჩუნებას, რომ მათ სხეული სადღაც საფლავში კონდეთ. ხოლო ეკლესიის ატაცება, წმინდად აღდგომა, საერთოდ არ მოითხოვს სხეულის შენარჩუნებას. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი, პირადი არჩევანი, რომლის გაკეთებაც პირადად თქვენ შეიძლება, თქვენ ოჯახთან და თქვენს ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების მიზნით. თუმცა მას არანაირი კავშირი არ აქვს მომავალ აღდგომასთან. შეგიძლიათ ეს საკითხი განიხილოთ და მიიღოთ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გსურთ ამასთან დაკავშირებით. მადლობა მოსვენისათვის.